1, 2 და 3. მოგესალმებით, მეგობრებო, თქვენ უყურებთ ისევ Just Drivers და ამჯერად F30. მანქანა, რომელიც საქართველოში ალბათ კენჭზე უფრო მეტია. თუმცა არა ეს კონკრეტული მოდელი. იმიტომ რომ ეს არ არის 320, არც 328, არც 330, არც 335. ეს არის 340. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს მანქანა არის 3-0 ტურბინიანი ძრავი, რომელიც ამჟამად 550 ცხენისძალას გამოიმუშავებს. ეს არის B58 ძრავების პირველი სერია და ერთ-ერთი ყველაზე გამძლე და გამომდგარი ძრავია ჩვენს ეპოქაში. მოკლედ F30 ეხა უცხო არავისთვის არ არის. ყველასთვის საკმაოდ ნაცნობია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გვხვდება ქალაქში, თუმცა საკმაოდ კარგი სატარებელი არის ეს მანქანა და მოდი ეხა აღარ გადავდებ, უცებ კაპოტი ავხადოთ, შიგნით ჩავიხედოთ, რომ ძრავი გაჩვენოთ და რაღაცეები და მე უკვე ეგრევე დავიზრათ, ვიმოძრაოთ ქალაქში, რა თქმა უნდა, ავტობანზე გავზამოთ 0-100 აჩქარება და ვისიამოვნოთ აი ამ მანქანით და ვიდეოთი. BMW-ს რო ორჯერ უნდა ხელის გამოწევა, მავიწყდება ხოლმე. მოკლედ, ჩვენი B58 ძრავი, Twin Power Turbo. Twin Turbo არ არის, ერთი ცალი ტურბინა გვიყენია აქ, რომელსაც ორი შემშვები ჭრილი აქვს და ამიტომ არის Twin Scroll Turbo, იგივე Twin Power Turbo, როგორც BMW ბრენდავს. მოკლედ, შემშვები გვიყენია, charge pipe გვიყენია, გამშვები იქეთ გვიყენია. როგორც თქვი, არის დაახლოებით 550 ცხენისძალაზე. ჩაწერილი პროგრამა როგორც ძრავში, ასევე გადაცემათა გოლოფში და საკმაოდ კარგი ხმა აქვს და კარგად დადის. მოდი ახლა დავქოქოთ და ხმას მოусმინოთ. გესმით გუგუნი. უცებ პრაქტიკულობის ტესტი გავაკეთოთ. უკან მართალია, მესამე სერია, მეოთხე სერია ესე პატარა, მაგრამ მაინც აქ საკმაოდ კარგად ვძივარ. თავიც არ მედება, ირგვლივ ყველაფერი ხელმისაწვდომია. აქ გვაქვს პატარა ესეთი ჭიქების შესადები. მოკლედ, შვენიერი. აბა სათხარ. დეში გვაქვს და წავედით. საკმაოდ ფიცხია Twin Scroll Turbo და ეს ყველაფერი რაც უკვე გაკეთებული აქვს მანქანას, რაც ჩამოვთვალე ახლა საერთო ჯამში. გაზზე შეხება და ტახომეტრის დაძვრა უკვე ერთია. მოდი ჩვენ ახლა ჯერ ვიმოძრაოთ ქალაქში. შევიგრძნოთ ეს მანქანა როგორც ჩვეულებრივი F30, ჩავთვალოთ 328 არის. მე უკვე გავიდეთ ავტობანზე და რა თქმა უნდა 340-ის ხიბლი ნახოთ რა არის, რა შეგრძნებები მოაქვს ამ მანქანას. ჯერ რა თქმა უნდა ჩვენ დაგვჭირდება ამისთვის საწვავი. წავიდეთ ახლა ქალაქის გავლით, საწვავი ჩავასხათ და მე უკვე გადავინაცვლებთ როგორც ვახსენე ავტობანზე. მოკლედ, მე იცით რომ C-კლასი უკვე გადაღებული მყავს. C53 AMG. სალონი რო შევადაროთ ახლა მაგალითად BMW, Mercedes პირდაპირ კონკურენტებიან ერთმანეთში, სულ ერთმანეთის ჯიბრი აქვს და მეც აუბამ მხარს ამ ყველაფერს დასკრინა მეგონი. Короче, ამ მანქანაში ბევრად უფრო ვრცლად უგრძნობ თავს, სიმართლე რო ვთქვა, ვიდრე C-კლასში გრძნობდი. იმიტომ რომ რაღაცა სალონი ეს უფრო ჩაწეული არის, უფრო მოშორებული არის. ნუ ესეთი წვეტები გვექნება დღეს ვიდეოში ბევრი, იმიტომ რომ ამ მანქანის აჩქარება საკმაოდ კარგი აჩქარება, მაგას უკვე ციფრებში ვნახავთ შემდგომ უკვე ავტობანზე. საერთო ჯამში ახლა სალონზე უცხო არავის არ არის, კიდე ერთხელ ვიტყვი რომ როგორც F30 არის უცხო, ასევე არის უცხო მანქანის სალონი. თუმცა ლამაზია, დახვეწილია, ყველაფერი თავის ადგილას არის. მეოთხე სერიას რო შევადაროთ ახლა გავს, ოღონდ იქ უფრო მეტი სივრცე გაქვს. მე ვიქნები გულწრფელი და ვიტყვი რომ ეს ზომა სივრცე ჩემთვის უფრო კომფორტული არის. მეოთხე სერიაში უფრო ისე გრძნობდი თავს, როგორც რაღაცა მე-6 სერიაში. ანუ მეოთხე სერიები უფრო გრძელიც არის და უფრო ფართეც არის რა. მესამე სერიებთან მიმართებაში არა და წესით მესამე სერიის კუპე უნდა ყოფილიყო და მაგითო გამოვუშვეს ბავშვი, მაგრამ უფრო დიდი გააკეთეს რა. ხო, მოკლედ სტანდარტულად აქ ყველაფერი მარტივად, რა თქმა უნდა, ჯერ ეს არ არის
G-სერია, რომ უკვე შეცვლილი ქონდეს რაღაცეები. თვალი რასაც არის მიჩვეული, ისეთი სალონი გვაქვს და საჭეზე უკვე თქვი თუ არა არ მახსოვს, მაგრამ ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ფორმა არის საჭეების რა. წვრილი, აი ეს შუაზოლი რო წვრილია საჭეებში მიყვარს, იმიტომ რომ ხელს კარგად კიდებ, აი აქ მთლიანი ხელი შეგიძლია შემოხვიო და მე მანევრისთვის უკვე ასე რომ ვთქვათ, მოჭიდებული ხარ კარგად და გადამრთველებიც აქვე გვაქვს. როგორც იქნა შეგვთა მანქანა, რომელზეც სტოკი გადამრთველები აღენია და არ არის რაღაცა შიფტერები, როგორც ჩემ მანქანაზე, რომელსაც ვერ ვაძრობ და რა გავაკეთო. ამაზე გამშვების სისტემა გაკეთებული გვაქვს, ბოლომდე არ არის ხო გაკეთებული? მარტო დაუნფაიფია, ხო? კი ბატონო, ანუ სალონში იგრძნობა, რომ მარტო დაუნფაიფი აყენია მანქანაზე, იმიტომ რომ არა აქვს ზედმეტად აგრესიული ხმა, თვითონ შიგნით არ შემოდის, არ არის ზედმეტად ხმაურიანი და სიტყვაზე ავტობანზე რო გადაადგილდებოდე 120-ით, 130-ით, არ გექნება ეს ზმუილის ხმა, რომელიც აი შუა ნაწილიდან შემოდის ხოლმე მანქანებში, ვისაც გააქვთ ახლა გამშვების სისტემა გაკეთებული, მათ გეცოდინებათ, როგორი ვიბრაციები შემოაქვს ხოლმე შიგნით და არაკომფორტულია ხოლმე მგზავრობა რა. სხვა მხრივ ახლა რა თქმა უნდა, აქ ყველაფერი რბილია, BMW-ა, მაგაზე არ ვდაობთ. ზოლების კონტროლიც გვაქვს აი აქ დაბლა. და რავი, სტანდარტული ყველაფერი. გადაცემათა კოლოფი გვაქვს 8 სიჩქარიანი ZF-ის კოლოფია. დიდი ხანია BMW ამას იყენებს და ბევრი სხვა კომპანია იყენებს კიდე, მაგალითად Audi რო გადავიღე წინა ვიდეო ეხა. Audi A4 Allroad-ი იმაშიც იგივე გადაცემათა კოლოფი იყო. რა თქმა უნდა, კონფიგურაციები სხვადასხვანაირი იქნება, სხვადასხვანაირი პატარა-პატარა ცვლილებები იქნება შიგნით, მაგრამ საერთო ჯამში ერთი კომპანია, ერთი ბრენდია და კარგია, დროში გამოცდილია და გამძლეა რა. სხვა აი აქ გვიწერია ახლა 14.3 ლიტრი 100 კილომეტრზე. ეს ახლა ნელი სიარულით არის დაწერილი თუ ნელი სიარულის წვავს? ანუ თბილისში შერეული წვა რა, თბილისში რო ვიყავი და რა. აჰა, ანუ ავტობანიც არის ყველა, ანუ საშუალოდ შეგვიძლია შევთვალოთ, რომ 14 litrას წვავს. მოდი გავანულოთ ახლა ეს და მე მინდა რომ ჩემი ასე რომ ვთქვათ, ეს როგორი იქნება რა, შედეგი. ამასობაში მე გადავარ Sport Plus-ში. აი ახლა ხმა ნამდვილად მოიმატა. რაც ეგან იყო იმასთან შედარებით. აი მანქანა როგორ დადის, აი როგორ აგიხსნათ იცი? არ ვიცი, არც მე არ ვარ ეხა ნაჯდომი ცხენზე და რაღაცა ის, რა ქვია მაგას, მარხილი თუ რას ეძახიან ხოლმე. ეტლში მეც არა ვარ ნაჯდომი ეხა, მაგრამ რაღაცა ერთ რომ მიგაქანებს ხო ხვდები, ანუ გაწევა რო უნდა, რაღაცა ერთ ძაღლი ხო გჯერიათ ხელში, დიდი ავი ძაღლი. აი გაქცევა რო უნდა ხოლმე და ეს ძალით რომ დაიჭირო, ეგეთი შეგრძნებები აქვს რა მანქანას ცოფავს, ანუ სიჩქარეებში გადართვის დროს აი გაგირბის წინ უნდა რომ წავიდეს რა და შენ აქედან თითქოს ეკაჩები რომ საჭეზე ხარ მოჭიდებული რა. დაუნშიფტებს Sport Plus-ში აკეთებს ან უხეშად, იმიტომ რომ Sport Plus-ია თავისთავად და ეგ ხასიათი აქვს. კარგი. განვაგრძოთ ახლა ქალაქში მოძრაობა წყნარად, შეძლების დაგვარად. კაი, რა შეეხება სირბილეს მანქანისას, აი ახლა აქ ეს ხიდი არის მთლიანად ჩაჭრილი რა. და ჩემი მანქანითაც რო დავდივარ, საკმაოდ გრუბია, იგრძნობა ყველა გაჭრა, ყველა გადასვლა. ამ მანქანაში სტოკი დაკიდების სისტემა გვაქვს ახლა და საკმაოდ რბილი არის და არ გრძნობს აი ამ უგზოობას. როგორც კი დააჭერ გაზს და მოუწევს გადატანა 10 მეტრის დაბალი სიჩქარიდან, რა თქმა უნდა, მოცურებას გვინთებს და ცდილობს, რომ უკანა მხარე აათამაშოს. საჭე ხელში არ არის ზედმეტად რბილი, აი თითით ეხა ასე ვაწვევი, ნახე არ ტრიალებს. ეგ შეგრძნება კარგია რა. მანქანასთან გაკავშირებს და რაღაცა უბრალოდ ღრუბელზე არ ზიხარ, ხო ხვდები? ანუ მანქანით რო გადაადგილები, გრძნობ ყველაფერს, გზის დახრილობას, მიხვევას, მოხვევას და ასე შემდგომ. ეხლა ქვაფენილზე ვართ მოედანზე. პლასტმასები არ წკაპუნებს. ზოგადად არაფერი არ წკაპუნებს რა. რბილად, შვიდად გადავაადგილებით. ტურისტებს პატივი ვცეთ.
ტურის სიამოვნება პირველ რიგში დავაჭირო. მგონი ახლა დავბუქსავდით ცოტა. კეითი ბიჭო იქით. ეკო, პრემიუმი, ეკო, იგი სადა სუპერ. არის, კარგი. დაველოდოთ მაშინ აი აგერ ჩვენ ხა ეს ენი ხელისმუფრუჭი და მერე პარკინგი. ექსტრიმ კონტაქტ საბურავები გვიყენია, ალბათ მაგიტო ეჭიდება, კარგად. ანუ ჩხარა არ დავდივარ. ეხლა მიდივარ 50, უბრალოდ ამ 50-მდე მალე ჩქარდება რა, ეგ ეფექტია. მე გესმით ეხლა ალბათ. კარგი. ეს ხილაგირისია. არც მე ვიცი. აჰა, ეს. აჰა, ხილაკი არ არის. მაგრამ რატო არია მაგ? BMW-ს მწოდნეებმა დამიწერეთ ეს ხილაკია თუ რაც არის, რისთვის არის დატოვებული. ტყუილა მანქანაში ხარ ამინ არაფერს არ აკეთებს. ყოველთვის ყველაფერს რაღაცა მიზეზი, წარსული და შესაბამისი ისტორია აქვს. ჩაუწვეთ ახლა ცოტა ნამდვილი BMW-ს მძღოლი. BMW-ს მძღოლის ნამდვილი შეგრძნება ესეთი. მე მგონი მეძი აღარ გადადის ხო უკანსკა? დაჟე კი გადადის, კაც მეთქი ლიმიტირებულია. აი, მე მგონი ეს არის BMW-ს მძღოლის ხედვა. ორიგინალი. აი ესეთი ხელი, კი ბატონო, ხელი არ უნდა გწვდებოდეს რა ბოლომდე, მხოლოდ თითები. კარგი, დაუბრუნდე ახლა მე BMW-ს მძღოლიდან Just Driver-ის პოზიციას. საუკეთესო პოზიცია იმისთვის, რომ მანქანა მართო უსაფრთხოდ არის ხელის ტესტი, შენი მაიმაჯა საჭეზე უნდა ედებოდეს ხელს რო გაშლი, უპრობლემოდ არ უნდა გეწელებოდეს და არ უნდა ტყიოდეს ხელი ამის გაკეთების დროს. ეგ არის ყველაზე ოპტიმალური პოზიცია ჯდომისთვის, აი ახლა რო ვზივარ ნებისმიერ საჭის უნაკვეთს შემიძლია შევეხო თავისუფლად. მოგლეთ, მოდი აქ ახლა შევჩერდები, დავაკავშიროთ დრაგი და ნახოთ უკვე როგორ აჩქარდება. 1, 2 და 3. ბიჭო, მაღლებში რას მიდის? ამ ცხენისალას რაც აქვს, რეალურად იყენებს რა. არის ახლა მანქანები მაგალითად, რომელიც ვერ იყენებს, მარტო 100-200-ზე გასაზომად გამოდგება რა და დაბლებში ვერ ეჭიდება ფიზიკურად რა. სამას 40 თავისი ხიბლი აქვს რა. კაი, 1 ხო არ მოусინჯოთ კიდე, მაინც იქნება და 4 და 4 დავაწერიოთ. 1, 2 და 3. რამდენია? 4.48. 0.02 წამით ხო გამაუმჯობეს. ეთყობოდა მანქანას რომ არ დაბუქსავდა წეღან. იმიტომ რომ წეღან მე მგონი დიდზე გავუჩერე ცოტა ტორმუზი რა და მაგ დრო მიცა საშუალება რომ დაბუქსავებულიყო და მაგითო წააბუქსავა ოდნავ რა. ნუ საშუალოდ მაინც 4.5, 4 და 48 ჯანდაბას ეგ დროც 0.02-იც კი რაღაცას ნიშნავს თუ ვინმეს ეჯიბრები მაგალითად შეგილია რომ კარილოთი წინ ვიყავით მამო. ასე მარტივად რომ მანქანა ჩქარდებოდეს, რავი. იშვიათია რა მაგ. აჩქარებო, ნახეთ, ახლა მინდა ვნახო რამდენად ეკონომიურია ეს მანქანა.
ოღონ ერთ მივაჭერა. კაი, აი აქედან მოდი ავითვალოთ უკვე ეკონომიურ 100-ზე მიყენი ახლა სტანდარტულად და ვნახოთ რამდენს დაგვიჭერს წვას 100 კილომეტრს. აი, საშუალოდ ახლა ქალაქშიც, ავტობანზეც ნელას წყნარა სიარულით 8.3 ლიტრი. ნუ 8 ლიტრა რო იანგარიშო, კონდიციონერით ჩართული გვაქვს, ორი ადამიანი ვივართ მანქანაში, 6 ცილინდრიანი 3-დან 0 550 ცხენიანი მანქანისთვის ჩემი აზრით მისაღები წვა და მეტი რავი რა უნდა მოთხოვო ახლა ამას. 328 არ აღირს, ჰა, $800, ხო? 9 რანჭული, ხო. 10 კაროჩ, ხო, გაგლიჩ. და 340-ში რა უნდა მიცე ახლა რეალურად? მინიმუმ რა, კაი მანქანა. ხო. კაი ქაფარს რა, 18-ია. 18 ნახევარ. მე ჩავიყვანდა მე მისის 17-მდე. ხო, რამხელა სხვაობა, პროსტან ერთი მანქანი 1.328 ფასია კიდე ზევიდან რა. ტიპმა 100, 200 ორ წამში ანუ 100, 200 ორ წამში რა გაიარო, მე არ ვიცი ეგ რანაირი შეგრძნება შეიძლება რომ იყოს. ბუბუ თუ ნახავს ამ ვიდეოს სასწაულებრივად ერთი ტესტი ჩამაწერიოს მხოლოდ 100-200-ის რა. დიდი პიტბული რო გიტარებია ქალაქში, თან შავი კი არის ესეც. ეგეთი ისაა რა. უნდა რომ გაგექცეს მანქანას, გაიძულებს რომ გაზფეხი დააჭირო, ითხოვს იმენა. კვადრო რო იყოს მე ეს როგორც თქვი პიტბული ძაღლის ის არ ეკნება რა ქვია ეფექტი. მე უკვე წავა რა და ახლა გიწევს რომ გეჭიროს. ხელი თუ გაუშვა გაიქცევა და მე შეიძლება იმას უკბინოს. აი ხა გაისროლა წერა. ყველაფერი მაგარი აქვს რა. გადართვებიც, ხმაც, აჩქარებაც, პაკეტია ეს მანქანა, სიამოვნების, გართობის და თუ გინდა საოჯახო მანქანაცაა, ჩვეულებრივი F30-ია, ხო ანუ. კარგი ოპა. დარიძაღლი არ გვაწყობს. That's so pops. I am trashy. Короче, მანქანას როცა აგაზავებთ ტურბინიან ძრავებს, არასდროს არ ჩააქროთ ეგრევე. აცადეთ ყოველთვის რომ დატრიალდე სისტემაში გაგრილების სითხე ანტიფრიზი გააგრილოს ყველაფერი და მე შეგიძლიათ რომ ჩააქროთ. მოკლედ, სულ ეს იყო ჩვენი არც თუ ისე უცხო F30, თუმცა საკმაოდ იშვიათი 340. იმედია ვიდეოთი სიამოვნეთ, ემოციები წამოიღო ამ მანქანამ. ნახეთ როგორი სატარებელი არის, როგორია ყოველდღიურობაში, ქალაქში წყნარი, ნელი სიარული, ჩქარი, გართობა და ყველაფერი ერთად. მოკლედ, გემშვიდობებით ამჯერად ამ მანქანით და დაგიბრუნდებით რა თქმა უნდა უკვე შემდეგი მანქანით.